უკრაინამ წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმების კამპანია რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ. და შედეგები უკვე ჩანს გაჩერებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, დაზიანებულ პორტებში, ცეცხლში გახვეულ ტერმინალებში და ფინანსურ დანაკარგებში. რაც კიევმა ვლადიმირ პუტინის საომარი მანქანის პირდაპირ დარტყმას წარმოადგინა. ამ პარასკევს 2026 წლის 24 აპრილს კრიზისის მთავარი საკითხი მარტივია. უკრაინულმა დრონებმა დაიწყეს რუსეთის შეჭრის ეკონომიკური გულის მიზანში ამოღება. ისინი უთხრამენ ნავთობს, რომელიც ეხმარება მოსკოვის ჯარისკაცების, იარაღის, საწვავისა და ლოგისტიკის დაფინანსებაში ფრონტზე. ამ ყველაფერს მალე გიამბობ, მაგრამ ეხლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მიუსონ ალვესი. მოხდა შემდეგი რამ. 18 აპრილის გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე მიიტანეს იერიში. სამიზნეებად კი ნავთობის, საწვავისა და ექსპორტთან დაკავშირებული ობიექტები აირჩიეს. სამარაში მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაზიანდა. ლენინგრადში კი ლუკოილისთან დაკავშირებული ვისოცკის ტერმინალი სამიზნეების სიაში მოხვდა. კრასნოდარში ყურადღება გადატანილი იყო სატომბო სტრუქტურებზე და მარშრუტზე, რომელიც მოსკოვის ენერგოპროდუქტების გატანაში ეხმარება. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და უკრაინულმა წყაროებმა განაცხადეს თავდასხმების შესახებ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავზე ოკუპირებულ ყირიმში და ტერმინალზე მაროკოს ზღვაში. რუსეთმა სცადა ტრადიციული პასუხის გაცემა, განაცხადეს, რომ ასობით უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოსკოვის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 18 აპრილის თავდასხმების ღამეს 248 დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ ხანძრებმა სხვა ამბავი მოყვა. შავი კვამლი, დაზიანებული ნაგებობები და შეფერხებები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში აჩვენებდა, რომ ნაწილმა დრონებმა მაინც გაიარა, მიზანს მიაღწია და ზიანი გამოიწვია. უკრაინისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მოსკოვი შეიძლება ამბობდეს, რომ დრონები ჩამოაგდო, მაგრამ ვერ დამალავს, როცა ნავთობი იწყებს წვას. სამიზნე შემთხვევით არა ურჩევიათ. უკრაინა უტევს იმას, რაც ომს სანგრების მიღმა ამაგრებს. რუსული ნავთობი მხოლოდ საქონელი არ არის. ეს არის ფული, საწვავი, პოლიტიკური ძალა და სამხედრო შესაძლებლობა. როდესაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩერდება, ნავთობპროდუქტების წარმოება მცირდება. როდესაც პორტის ტერმინალს ურტყამენ, გადაზიდვები იგვიანებს. როდესაც საცავები იწვის, ლოგისტიკა თავიდან უნდა გაკეთდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, პუტინი წნეხს აცხდება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტშიც. ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც როსნეფტი მართავს, ამ ახალი ეტაპის სიმბოლოდ იქცა. როიტერის ინფორმაციით, ნავთობის პირველადი გადამუშავება ამ ერთეულში შეწყდა 18 აპრილის უკრაინული თავდასხმის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ზიანი მხოლოდ ხანძრის კადრებით არ შემოიფარგლა. ოპერაციაზე რეალური გავლენა იქნა მოხდენილი. და როდესაც ასეთი მასშტაბის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამცირებს ან აჩერებს გადამუშავებას, ზემოქმედება შეიძლება გავრცელდეს საწვავზე, მომარაგებაზე, ექსპორტსა და სამხედრო ლოგისტიკაზე. ცისრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც ამ სერიაში ჩაერთო. როიტერის მიერ რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული თავდასხმების შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცისრანის ქარხანამ შეაჩერა გადამუშავება, მას შემდეგ რაც გადამამუშავებელი მოწყობილობა დაზიანდა 18 აპრილს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დღეში დაახლოებით 170,000 ბარელის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. 2024 წელს სააგენტოს მიერ ციტირებული ინდუსტრიის წყაროების მიხედვით, ქარხანამ გადაამუშავა 4,3 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი. ამ ტიპის რიცხვები აჩვენებს, რატომაც აივ ამ წერტილებს უმიზნებს. ყოველი გაჩერება რუსეთის მექანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება. რამდენიმე დღის შემდეგ ზეწოლა კვლავ შავი ზღვისკენ გავრცელდა. 20 აპრილს უკრაინულმა დრონებმა თავდასხმა განახორციელეს ტუაფსეზე, სტრატეგიულ პორტზე, რომელიც გამოიყენება ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, სასუქებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტისთვის. თავდასხმამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ ერთი დაჭრა, რუსული ხელისუფლების ინფორმაციით, რომელსაც როიერსი ციტირებს. ქალაქი უკვე დაზარალდა 16 აპრილს, ხოლო ახალი შეტევა მაშინ განხორციელდა, როცა მოსკოვი ჯერ კიდევ წინა ხანძრის შედეგებს ებრძოდა. ტუაფსე მხოლოდ ჩვეულებრივი პორტი არ არის. იქ ასევე მდებარეობს როსნეფტის მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც თავისი პროდუქციის დიდ ნაწილს ექსპორტზე ყიდის. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 16 აპრილის თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. შემდეგ კი პორტში ნავთობის ტრანსპორტირებისა და შენახვის ინფრასტრუქტურას ახალი დაზიანებები მიადგა.
ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასობით მეხანძრე და ათეულობით მანქანა მუშაობდა ხანძრის ჩასაქრობად. და აქ არის ყველაზე მძიმე გარდატეხა მოსკოვისთვის. ომი, რომელიც პუტინმა უკრაინაში გადაიტანა, ეხლა თავად რუსეთის სენსიტიურ ობიექტებს უბრუნდება. წლების განმავლობაში უკრაინულ ქალაქებს რუსული რაკეტები და დრონები ესხმოდნენ თავს. ეხლა უკრაინა იყენებს შორმანძილზე მოქმედ დრონებს, რათა დაარტყას სექტორს, რომელიც ინვაზიას ამაგრებს. ეს არის გააზრებული პასუხი, არა მხოლოდ სიმბოლური. კიევი სურს საჩვენოს, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკას ესხმის თავს, რუსული ნავთობით შეიძლება სამიზნე გახდეს. ეს ზეწოლა რთულ დროს ხდება. 18 აპრილს შეერთებულმა შტატებმა 30 დღით გაახანგრძლივა ნებართვა, რომელიც რუსული ნავთობის უკვე ზღვაში მყოფ ტვირთებს ეხება, მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამო ენერგეტიკაზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ნაბიჯი მალევე გადაიდგა მას შემდეგ, რაც ხაზინის მდივანმა სკოტ ბესანტმა მიანიშნა, რომ პაუზა აღარ გაგრძელდებოდა. კიევისთვის ასეთი სახის შეღავათი სახიფათოა, რადგან შეიძლება მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს რუსულ ფულს ქვეყანაში შემოსვლისთვის. ოფენსივას ასევე აქვს პირდაპირი სამხედრო ეფექტი, საწვავი მხოლოდ ექსპორტისთვის არ გამოიყენება. ის ამოძრავებს სატვირთოებს, ჯავშან ტექნიკას, გენერატორებს, სატრანსპორტო ერთეულებს, ლოგისტიკურ სისტემებს და ფრონტზე სარემონტო სამუშაოებს. საფოხი მასალებიც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებებისთვის და აღჭურვილობისთვის. როდესაც საწყობები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები ზიანდება, რუსეთი შეიძლება ალტერნატივებსაც პოულობდეს, მაგრამ ყველაფერი უფრო ნელა, უფრო ძვირად და უფრო დაუცველად ხდება. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოგიკა მსგავსია. სამხედრო სიახლეები, რომლებიც კამპანიას უკავშირდება, მიუთითებს საწვავის ზეთების საწყობებსა და სარემონტო ერთეულებზე თავდასხმებზე ოკუპირებულ რეგიონებში. ეს ქმნის ორფენიან ზეწოლას. რუსეთის შიგნით კიევი მიზნად ისახავს წარმოებას, ექსპორტსა და შენახვას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მიზანში იღებს ლოგისტიკას, რომელიც ჯარებს ამარაგებს. მიზანი მხოლოდ ერთია: რუსული ომი იმუშაოს ნაკლები საწვავით, ნაკლები ნაწილებით, ნაკლები გამართულობით და მეტი იმპროვიზაციით. რუსეთი სტრუქტურულ სირთულეს აწყდება. მისი ტერიტორია უზარმაზარია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, პორტები, ნავთობსადენები, სატუმბი სადგურები და საწყობები სხვადასხვა რეგიონებშია განთავსებული. ამ ყველაფრის დასაცავად მოსკოვს საჰაერო თავდაცვის ისეთი დაფარვა დასჭირდება, რომელიც როგორც ჩანს საკმარისი რაოდენობით არ აქვს. თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გააძლიერებ, შეიძლება სხვა პორტი დაუცველი დარჩეს. თუ სამხედრო ბაზებს დაიცავ, შეიძლება საცავი აუზები დაუცველი დარჩეს. თუ სისტემებს ნავთობის მახლობლად გადაადგილებ, სხვა ადგილებს ასუსტებ. ეს მარტივად გადასაჭრელი პრობლემა არ არის. ბალტიის ზღვაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სიტუაციაში. ტერმინალები, როგორიცაა პრიმორსკი, უსტ-ილუგა და ვისოცკი, მნიშვნელოვანია რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. როდესაც უკრაინა ამ ბერეფნებს აზიანებს, მხოლოდ ადგილობრივ ინფრასტრუქტურას არ უთქვამს. ის ზემოქმედებს მარშრუტებზე, რომლებიც გამოიყენება ნავთობისა და მისი წარმოებულების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად. ეს ზრდის დაგვიანებებს, ზრდის რისკს მყიდველებისთვის და აიძულებს რუსეთს გადაზიდვების ხელახლა ორგანიზებას. ხანგრძლივ ომში თითოეულ დაგვიანებას თავისი ფასი აქვს. ექსპერტმა ბორის არონშტეინმა ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ დაასახელა რუსეთის ექსპორტისთვის ომის დაწყების შემდეგ, რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების ჩანაწერის მიხედვით. ეს შეფასება ხელს უწყობს ახსნას, რატო იპყრობს ეს თავდასხმები ასეთ დიდ ყურადღებას. ეს მხოლოდ ერთი აფეთქება არ არის. ეს არის მცდელობა, რომ დასუსტდეს რუსეთის მთავარი საგარეო შემოსავლის წყარო. ეს დამანგრეველია რუსეთისთვის. ეს მხოლოდ ხანძარი არ არის, ეს მთელი სერია. სამარა, ცისრანი, ნოვოკუბიშევსკი, ვისოცკი, ტუა, ტუაფსე, ოკუპირებული ყირიმი და სხვა ენერგეტიკულ მარშრუტებთან დაკავშირებული გზები იმავე ზეწოლას განიცდიან. რუსეთი ერთ ცეცხლს აკრობს და მეორე ჩნდება. ერთ ადგილს შეაკეთებს და მეორე სამიზნედ იქცევა. ამბობს, რომ დრონები ჩამოაგდო, მაგრამ ხედავს, როგორ ჩერდება ობიექტები. ყოველი ახალი დარტყმის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მოსკოვი ზარალის ანაზღაურებას ცდილობს, მაგრამ სრულად ვერ აკონტროლებს პროცესს. რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს წინააღმდეგობას უარყოფას და გადაჯგუფებას, მაგრამ აპრილის შეტევებმა პუტინისთვის უსიამოვნო რეალობა გამოავლინა. მოსკოვის ეკონომიკური ძალის მთავარი წყარო უკრაინული დრონების წინაშე ღია სამიზნე გახდა. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვისის საზოგადოებაში.